შორის საკმაოდ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მფრინავი მაისურაძე, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა სოფელ ჩხალთას დაბომბვა, არ დაემორჩილა ბრძანებას და შემდეგ დააპატიმრეს. ეს თუ არ ვცდები, იგივე იმედ მაისურაძეა, ვინც ახლდათ ჯიმი მაისურაძეშვილი. ჯიმი მაისურაძე კი იყო ის ადამიანი, რომელთან ერთად დაუფრინავდით კოდორის ხეობაში და რომელსაც ძალიან ბევრი კარგი კეთილი საქმეები აქვს გაკეთებული, არამედ მარტო კოდორის ხეობისთვის, არამედ აფხაზეთის. მაგრამ ზუსტად აი ამ პერიოდში ერთ-ერთი ბრალდება არის ემზარ კვიციანზე ის, რომ გარდაიცვალა ქალბატონი. და ეს ქალბატონი, ესე იგი სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ამბობენ, რომ გარდაიცვალა დაბომბვის შედეგად, ამბობენ, რომ ერთადერთი და სწორი ვერსია ის არის, რომ ქალბატონი ჩამოვიდა მთიდან. დიახ. მეშოკებით გადაკიდებული ჰქონდა ცხენზე სულგუნი და ყველი და ჩამოჰქონდა იმას და შეჰქონდა თავის კუხნაში. დიახ. კუხნაში დაინახეს წამათმა და იფიქრეს, არ ვიცი რა იფიქრეს, ვერ გეტყვით და ესროლეს და მოკლეს. მეტი არაფერი. მკვლელობა მოხდა ვერტმფრენიდან. და ვერტმფრენზე ემზარ კვიციანი არ იჯდა, თვითონ იჯდიან. გასაგებია. ეს კარგად იციან ახლა თვითონ ხო, მაგრამ ინფორმაციები ვრცელდება და ჩვენ ვალდებული ვართ ყველას კითხოთ. რადგან ძალიან ბევრი ზეპირგანცხადებას აკეთებს, ბევრი ისე საუბრობს, სულაც არ ყოფილა კოდორის ხეობაში, არ უნახავს, წარმოდგენა არ აქვს. სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტის შესახებ მინდა გითხრათ, ჩვენი ჟურნალისტი ანი ლიპარიშვილი გავიდა ქუთაისის ქუჩებში და გამოკითხა მოსახლეობა. მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, შეიძლება ითქვას, რომ 80-90% ამართლებს ემზარ კვიციანს და მხოლოდ 10%-ია და არც კი ალბათ, რომელიც ამბობს ერთს. არ ვიცნობ კოდორის ხეობას, არ ვიცნობ საქმეს. ამ გამოკითხულთა შორის თითქმის არც ერთი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელმაც თქვა, რომ ემზარ კვიციანი დამნაშავეა. ჩვენ მოვისმინოთ ახლა ეს ხალხის გამოკითხვა და შემდეგ კვლავ დავბრუნდეთ ეთერში. თქვენი მოსაზრება გვაინტერესებს. ემზარ კვიციანი პოლიტპატიმარია თუ არა? მე მგონია პოლიტპატიმარია. 12 წლიანი პატიმრობა არ ეკუთვნოდა თქვენი? ჩემი აზრით არ ეკუთვნოდა. არასწორი, არ უნდა გავწიროთ. ხოლო თუ აღშავებდა შვილო იმ პერიოდში, როცა ქმედება ხორციელდებოდა, იმ პერიოდში იმ ხელმძღვანელობას უნდა მოეკიდებია ხელი და მაშინ უნდა გასამართლებულიყო და არა რუსეთში გაეშვათ. ანუ კოდორის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ და 12 წლიანი პატიმრობას ემზარ კვიციანისას როგორ შეხვდით? არ ეკუთვნოდა. არ ვეთანხმები მაგაში. თქვენი აზრით პოლიტპატიმარია? არ უნდა იყოს პოლიტპატიმარი. ის იყო ვაჟკაცი ბიჭი. მე კარგად არ ვიცი, მართლა სიმართლე რო გითხრა. არ უყურებ კოდორის ერევი ხოლმე და არ უყურებ. არ ვიცი მართლა გემკი. რაც კაცი კონკრეტულად ემზარ კვიციანი იცავდა და ეგრეთ წოდებული ჭკალებში ვიტყვი ბანდა, რომლებიც შეარაღებული იყვნენ და იცავდნენ იმ კუთხეს შემდეგ პერიოდში 2008 წელს ყოველგვარი ბრძოლის და ყოველგვარი წინამდებობის გარეშე ჩაიბარა რუსეთმა. და როგორ უნდა შევაფასო? დიდი შეცდომაა დაშვებული სამართლებრივი ორგანოებიდან, რომელიც მე მგონი პოლიტიკური ელფერს კი არა, ნამდვილად პოლიტიკური სასჯელია. ემზარ კვიციანი უნდა გამოუშვა. ის იცავდა კოდორს. არ ვიცი მაგ საკითხთან დაკავშირებით არაფერი. აი მე ასე არაფერი პატიმრობა. წარმოდგენა არ მაქვს ამ წუთას ამ თაობაზე, ინფორმაცია არ მაქვს. არ ეკუთვნოდა, ნამდვილად არ ეკუთვნოდა. თქვენ როგორ ფიქრობთ? პოლიტპატიმარი არ იყო დამნაშავე. იცავდა კოდორს. რა ვიცი, ეცრე მაგისი არ ვიცი. მაგისი არ ვიცი. მაშასე ჩვენ კვლავ დავბრუნდით ეთერში, დამეთანხმებით, რომ ძალიან საინტერესო მოსაზრებები იყო გამოთქმული და იცით, ერთი შეკითხვა მაქვს. არის ძალიან ბევრი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზები კვიციანს
პირდებოდნენ გარიგებას, ესე იგი ცდილობდნენ, მაგრამ კვიციანი არ თანხმდებოდა, თორემ აქამდე იქნებოდა კოდორის ხეობა ჩაბარებული. გარიგებაზე სხვადასხვა შეთავაზებებზე საუბრობენ და ასე შემდეგ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ გარიგებებთან დაკავშირებით? მე ვამბობ 90-იანი წლების პერიოდის გარიგებებზე. სხვათა შორის ჩემი კოდორში ყოფნის პერიოდში ბევრჯერ მომისმენია ეს ინფორმაცია და იქვე უთქვამთ, რომ ემზარკვიციანი არანაირ გარიგებაზე არ მიდის. თუმცა დღეს შეიცვალა ქალბატონოციური ინფორმაცია, გვაქვს სულ სხვა ინფორმაცია, რომ თითქოს ემზარკვიციანი არის მოღალატე და რუსებთან გარიგებული რუსების აგენტი. მე ერთ ვიტყოდი 2006 წლამდე კოდორის ხეობა იყო საქართველოს იურისდიქციაში. საქართველოსი. 2006 წელს შემოვიდნენ ჩვენი თავრობა თავიანთი ჯარით, ჩვენ დაგიცავთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის და 2 წელიწადში ხეობა ჩააბარეს ისე რომ ერთი ტყვიაც არ გაუსურიათ. დიახ, აბსოლუტურად უბრძოლველად ჩაბარდა. ვინ არის მოღალატე? აი ვინ არის მოღალატე? 92 წლიდან 2006 წლამდე შეინარჩუნა იმ ხეობელებმა ემზარკვიციანის მეთაურობით კოდორის ხეობა 2006 წლამდე 92-93 წელს დაეწვა სოხუმი. აი 93 წლიდან 2006 წლამდე შეინარჩუნა კოდორის ხეობა საქართველოს იურისდიქციაში ემზარკვიციანმა თავის თანამებრძოლებთან ერთად. 2006 წელს შემობრძანდნენ ესენი თავრობა თავიანთი ჯარით 2 წელიწადი ვითომ იქ რაღაც ინფრასტრუქტურა განავითარეს და ამით ხალხი დაამშვიდეს და 2008 წელს აგვისტოს თვეში კი ჩააბარეს ტყვი არ გაუსურიათ ისე კოდორის ხეობა. ისმის კითხვა მე მგონი ეს კითხვა ყველას უნდა გაუჩნდეს, ყველა კოდორელს, ყველა ქართველს. ვინც პატრიოტია თავისი ქვეყნის, რომ მაშინ ვინ არის მოღალატე? ემზარკვიციანი თუ ოქრუაშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი? კარგით, ქალბატონო ციური, ერთი კითხვა მაქვს ეთერში შემოსვლამდე თქვენ საოცარ ამბებს ყვებოდით აფხაზებთან მეგობრობასთან დაკავშირებით. და მინდა აი ამ საკითხზე უფრო ვრცლად მაყურებელთა გასაგონად ისაუბროთ. ჩემთვის ახლა მოულოდნელი იყო ის, რომ თქვენ კოდორის ხეობის მცხოვრებლები მეგობრობდით აფხაზებთან. მოყევით ამ მეგობრობის შესახებ? ჩვენ ახლოს ვიყავით იქ და თითქმის ყველაფერი გვაერთიანებდა. აფხაზი რძლები გვყავდა, აფხაზი სიძეები გვყავდა. ძალიან ახლთან მთაზე მოჰყავდათ საქონელი, მაგათ ერთადად თხები ყავდათ და მოჰყავდათ მაგალითად ალიქვასტა ქვია მთას, მე სადაც ვცხოვრობ იმ გზაზე არის და იმ მთაზე ძალიან ბევრი მოდიოდა, მოჰყავდათ თავიანთი ჯოგი და მიყავდათ იქ მთაზე და სხვათა შორის ყოველთვის იძახდნენ ისინი, რომ ჩვენ მაინც ძმები ვართო, აფხაზები სულ ამას იძახდნენ. დღეს პირველი ჩემს მაზლიშვილს გაუსყდა ბრმანაწლავი. ეს იყო სულ ახლო პერიოდში ომის და ის რო შეწყდა ომი და ეს ძალიან დიდი ლტოლობა და რაღაცა იყო, მე იყო ხელად ახლო პერიოდში და 3 დღე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო და უკვე გადადებული იყო, რომ ბავშვი უკვე ზამთარი იყო, ვერაფრით ვერსად ვერ გაიყვანდი, თოვდა, საშინელება ტრიალებდა და გაერო იყო მაშინ კორძაიების სახლში. და გაეროსთან თვითონ მოვიდნენ ისინი და გითხრეს, რომ ჩვენ ჩავიყვანთ ამას, ჩვენი ზრამხედველობის ქვეშ იქნება და სოხუმში გაუკეთებენ ოპერაციას. თქვენ წარმოიდგინეთ, მოვიდნენ, წაიყვანეს და ჩვენ არავინი არ გაგვაყოლეს, დედამისი რო არის, ისიც არ გაყოლეს და გაუკეთეს ოპერაცია და მე-11 დღეს თვითონვე ამოიყვანეს ბავშვი, სახსალამათი და აფხაზმა გაუკეთა მას ოპერაცია.
თავისთავად ცხადია, აფხაზმა გავკეთეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, ხო? ხომ შეიძლებოდა იმ აფხაზს რაღაცა გადაცდომა მოსვლოდა დაუშვათ. მაგრამ მან გამოჯამთელებული ამოიყვანა, დაგვიბრუნა და კიდევ ვიცით რა მინდა თქვა, აქ იმას ერთ-ერთი მან $100 ჩაუდო მამამისმა ჯიბეში, ამ ბავშვს, რომ შეიძლება ის დაგჭირდესო ხალათის ჯიბეში. ის $100 ისევ დაბრუნდა იქიდან. და თვითონ ექიმები მიდიოდნენ და ყიდულობდნენ ყველაფერს ამ ბავშვისთვის და ძალიან კარგია რომ ასეთი ეს ძალიან მე ამის შემდეგ კიდევ უკვე ხშირად ხდებოდა ასეთი რაღაცები, იმიტომ რომ როცა თუ კარგი დარი იყო და შეიძლებოდა ვერტმფრენი შემოფრენა და ემზარი იკეთი, ხო ემზარის ვერ ეკავდნენ და ყველაფერ ღონეს ყველაფერს აკეთებდნენ. კარგია რომ ასეთი ურთიერთობები გრძელდებოდა. დღეს სხვათა შორის საქართველოშიც ბევრი აფხაზი ჩამოდის სამკურნალოდ და ძალიან კარგია თუ აგრესია არ იქნება და უბრალოდ მივალთ იმ კონდიციამდე რომ ვართ ერთი სისხლი, ერთი სული, ერთი გული და ერთად უნდა ვიყოთ. ახლა მე მინდა რაღაც დავამატო რომ ქალბატონი ციური რასაც ძანებდა წარმოიდგინე ახლა ჩვენ ერთად დაბადებულები, ერთად გაზრდილები, ერთად უნივერსიტეტი დამთავრებული, ერთად ცხოვრება. ერთი ჰქონდა რა ჩვენ ახლა მეგობრები ყავთ, ახლა ჩვენ მეგობრები არის აფხაზთა ის ნაწილი. ნუ ახლა ამ ბოლო პერიოდში რო შეიცვალა ხელისუფლება რაღაც ცოტა გამკაცდა იქით კონტაქტები და რაღაცა თორე ჰქონდა ჩვენ იქ ჩემ სახლში ახლა აფხაზი ცხოვრობს სოხუმში. მე მაგან წერილი გამომიგზავნა მაშინ რომ თუ დაბრუნება იქნება მე ვარ თქვენს ოჯახში და როცა დაბრუნდები უვლიან ოჯახს და ცხოვრობენ. ხო ასეთი სიტუაციები არის და არის ისე მე მაგალითად სატელეფონო საუბარი მქონდა რამოდენიმე წლის უკან ახლა ბოლო წლებია გაგვიწყდა ეს ურთიერთობა. არიან ამ ხაზები რომლებსაც ჩვენთან ცხოვრება სურთ. მე ვერ ვიტყვი ახლა რომ 100%-ით აფხაზს არავის არ სურს ქართულად. მაგრამ ის ძველი ურთიერთობები შენარჩუნებულია და ნოსტალგიაც კი არის. ჩვენ უნდა მეცადოთ ხო პირობა უნდა შევქმნათ იმისა რომ იმასაც გაუჩნდეს იმისი სურვილი რომ იცხოვროს ჩვენთან. დღეს მე რასაც ხედავ საქართველოში ნუ ცოტა ერთმანეთში ვერ ვართ ისე როგორც უნდა. ჩემთანაც ცხოვრობს აფხაზი პროკურორია ის ახალგაზრდა კაცი ცხოვრობს. დამერეკამა და თქვენს ოჯახში აჟარაში ხო? ხო, ჩემს სახლში და დამერეკა იმენ და მთხოვა თუ დავთავდინებას. დავთქნება მიჩვენია რაღაცა. საინტერესოა. ქალბატონო ციური კოდორში ცხოვრობს ქართველთა ნაწილი. მოსახლე არის კიდევ. დარჩენილი არიან. როგორ ცხოვრობენ, რას აკეთებენ, რა ინფორმაციას ფლობთ? არიან თუ არა შევიწროვებული თუ როგორ არის თქვენ რატომ არ მიდიხართ იქ მე არ მიდვარ მე იმიტომ რომ ჩემი შვილები ყველანი აქეთ არიან და იქ ყოველ შემთხვევაში რომ მოისურვოთ შეგიძლიათ ჩვეულებრივ ჩასვლა და იცხოვროთ იქ ხო მაგრამ სურვილი არა გაქვთ იმ გარემოში ცხოვრების მე არ მაქვს სურვილი იქ ცხოვრების იმიტომ რომ მე არ მაქვს სურვილი საშვით ვიარო დიახ ის არის ჩემი ქვეყანა, საქართველოს ქვეყანა, ხო? საქართველოს კუთვნილი მიწა და მე ქართველს უნდა მქონდეს უფლება როგორც მინდა ისე შევიდე და როგორც მინდა ისე გამოვიდე. მე არ მინდა რომ იქ მე ვინმეს ვთხოვ საშვი გამიკეთე, ეხლა უნდა გამოვიდე, მე უნდა შევიდე. ძალიან ძნელია კოდორის ხეობაში მაცხოვრებელი ადამიანი დღეს სხვაგან ცხოვრობდეს იმდენად ლამაზი და მშვენიერი მხარია და ძალიან გულსატკენია ის რომ ხეობა დღეს აფხაზეთი მთლიანად ლამაზი კუთხეა ულამაზესი თავისი ყველა ნაწილით ბიჭინდა გინდა რიცა გინდა ყველაფერი კოდორის ხეობას მარტო სილამაზე კი არა დიდი მნიშვნელობა აქვს სტრატეგიული მხარით გვინდა იქიდან რუსეთიდან შემოსასვლელები გინდა დამბაი ტებერ და ის ისე აღნიშნული რუკაზე რომ ვითომ გზა გაყვანილია ერთი მთა არის იქ და გასასვლელი თავისუფალი. ხო და აი ამიტომ არის ცოტა თქვენ გაინტერესებს რა თქმა უნდა და ჩვენც გვაინტერესებს რომ რატო უნდა ყოფილიყო დაინტერესებული იმ ხეობის ჩაბარებით. ერთი ძალიან დიდი სურვილი მაქვს გავამხელ კიდევ ერთხელ მოვხვდე კოდორის ხეობაში და ისლამაზე მთები კიდევ ერთხელ ვნახო. სხვათა შორის ქალების გმირობაზე არ შემიძლია ვთქვა. მე ვნახე იქ ომის პერიოდში როგორ რთულ პირობებში შრომობდნენ, სამკერვალო ჰქონდათ პატარა გახსნილი, კერავდნენ. იარაღი კი შარლებს ჯარისკაცებისთვის კერავდნენ. იარაღით იდგნენ.
იღებდნენ, იმიტომ რომ არ იცოდნენ, როდი შემოვიდოდნენ აფხაზები და თავი ჰქონდათ გადადებული და ბევრჯერ დაიცვეს სხვათა შორის. ხეობა მამაკაცებთან ერთად ეს ძალიან დიდი გმირობა იყო და ყოველთვის მიამაყება აი ეს ფაქტი, რომ ვიტყვი აი იმ პერიოდში პირველ ეტაპზე, როდესაც უკვე იაკუშევის იყო სარდალი და ის იყო ჩვენი სკოლის ეზოში ქონდა იმას ჯარისკაცები ყავდა. და თვითონ იაკუშევი მოვიდა ჩვენთან და გვეუბნება, რომ იცითო აფხაზეთის პოლიციასო სურსო გააკონტროლოს ეს ხეობაო და აი ამიტომო დაირაზმეთო თქვენო ქალებიო, ბავშვებიო და ჩამოდითო იქო საზღვართანო, სადაც უკვე ის იყო და დაუხდითო რომ თქვენ არენდობითო მასო. და ეხლა ეს იაკუშევის მხრიდან ეს განცხადება ჩვენთვის იყო მოულოდნელი. ის ხომ რუსების სარდალი იყო, მიხვდით? და ყველანი წავედით აბსოლუტურად და მაშინ ნორა ჩაუდგა სათავეში ამათ ყველას და წავედით იქ რა ადგილი იყო არ მახსოვს, მე ახლა მაინდა-მაინც მათ ადგილ-ადგილ არ ვიცნობ იმათ. იქ და ერთი დიდი ხე იყო რაღაცა, მე იქ დავდექი და სხვადასხვა შორის იმ პერიოდში იყო შემოსული კოდორის ხეობაში ფეხშიშველა მლოცველი ქალი. ისიც ჩვენთან ერთად წამოვიდა. ბავშვებთან ერთად ხომ არა. აი იმ პერიოდში ვიყავე მე ხეობაში და გადავიღე ეს მართლა თქვენთან ცხოვრობდა სამი მცირეწლოვანი ბავშვი ახლდა სხვათა შორის და ფეხით გადმოიარა ტყეები და მახსოვს ყოველთვის არ დამავიწყდება, როცა ვკითხე რატომ დადიხართ ფეხით და ბავშვები, შიშველტიტველი ბავშვები თითქმის. ოღონდ ძალიან ჯანსაღი დაბრაწული ლოყებით და დავიფიცეო, ვიდრე საქართველოს არ დაუბრუნდება აფხაზეთი, ლოცვით უნდა მოვიარო. როგორ გამიხარდა ახლა რომ აი ასეთი ინფორმაცია მივიღე, რომ თქვენი სტუმარი ყოფილა. დიახ, ისიც გვახლდა შემდეგ მარიამი ახვლედიანი. დიახ. ისიც გვახლდა, ჩამოვიდა მე სათლები ეს უკვე ნორას ორგანიზაცია იყო, ეს ლოზუნგები და ესენი ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხო და ამოვიდა ის იქედან იაკუშევის ჟურნალისტები ამოიყვანა ტანკით და ყველანი გამოდიოდნენ, იქ იყო ჩვენი აფხაზი რძლები ჩავიყვანეთ, რუსები ყავდა რძლებად, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ, ისინი გამოვიდნენ სიტყვით და ამბობდნენ, რომ როგორ კარგად ცხოვრობენ აქ და როგორ კარგად არიან და ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენ არდობთ აფხაზეთის პოლიციას, ასეთი რაღაცა იყო. ძალიან საინტერესო ცხოვრება გქონდათ. იქ ქალბატონი ნორა კვიციანი ახსენეთ, არაერთი გმირობა და თავგანწირვა არის ამ ქალბატონი ნორას მიერ ჩადენილი და მოხდა ყველასთვის მოულოდნელი ფაქტი. ის აღმოჩნდა საპატიმროში. როგორ აფასებდით აი ამ ფაქტს? ქალბატონი ნორას რა თქმა უნდა ცუდად ეს დაპატიმრებას. იყო თუ არა ის მართლა მძევალი? ეს იყო ნამდვილად მძევალი იყო. ეს ნამდვილად მძევალი იყო. ჩვენ მაშინვე ვთქვით, მთელი ხეობა ადგა მაშინ ამის წინააღმდეგ და დაიწერა კიდეც, რომ კი ბევრი იწერებოდა, ბევრი ინფორმაცია. ბევრი დავწერეთ, ბევრი რაღაცა, მაგრამ მაინც ესე გაგრძელდა მოვლენები. ახლა მთელი საქართველო ლაპარაკობს ემზარ კვიციანზე, მის 12 წლიან პატიმრობაზე, რომელიც უგდიდის სასამართლო მიუსაჯა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გასარჩევდება. მალე მე როგორც ვიცი, ქუთაისში მცხოვრები სვანები, კოდორის ხეობიდან დევნილები, ყველანი იყვნენ გაერთიანებული და მაშინ როცა თბილისში პარლამენტთან აქციები მიმდინარეობდა, ყოველთვის სოლიდარობას უცხადებდით. და რას იტყოდით, რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე, დღევანდელი საუბარი? ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მოვლენების ეპიცენტრში, აუცილებლად ამ ფაქტთან დაკავშირებით დიდია მის მიმართ დაინტერესება. კოდორის ყოფილი გუბერნატორი პოლიტპატიმრების სიიდან ამოღებული სამხედრო ამბოხებისა და ტერორისტული აქტების მოწყობის ბრალდებით გასამართლებული გახლავთ ემზარ კვიციანი. თქვენი შეფასება, თქვენი რეზიუმე დასკვნა დღევანდელი აი ამ სიტუაციიდან გამომდინარე. მე ასეთი დასკვნას ვაკეთებ და ჩემი შეფასება ასეთია, რომ ემზარ კვიციანი წარმოიდგინეთ, რომ თავისი ფეხით ჩამოვიდა. იმიტომ კი არ ჩამოვიდა ის, რომ იმას შიში ქონდა და იმას რაღაცები ჩადენილი ქონდა ისეთი, რომ თავი უნდა ემართლებია, ხელისუფლება შეიცვალა.
იმან იცოდა რომ იზეიმებდა სამართალი. აი ამის იმედი ჰქონდა ემზარკვიციას და სულ ყველას ემზარკვიციანის თანამებრძოლებს ემზარკვიციანის ოჯახს პირველ რიგში და კოდორის ხეობის ხალხს და ჩვენ რა თქმა უნდა სულ ყველას ჰქონდა მაგის იმედი რომ ემზარკვიციანის 12 წლიანი პატიმრობა ეს მიუღებელია. მე ახლა დარწმუნებული ვარ ქუთაისში ბევრი შეიძლება ემზარკვიციანს არ იცნობს ფიზიკურად არ იცის მის შინაარსი მისი შემართება მაგრამ ნებისმიერს რო შეეკითხო ოდნავ ხანში შესულ ხალხს ყველა იტყვის რომ არასწორი და უსამართლობა არის და ჩვენ ვფიქრობთ ახლა რომ გასაჩივრდება ეს და სააპელაციო სასამართლომ უნდა თქვას თავისი სათქმელი და არც ისე მე მაგალითად სასამართლოს რაც დავესწარი და მოვისმინე ჩვენებები იმ სამხედროებისაგან რომლებიც შეყვანილი იყვნენ ოქროაშვილის დროს ემზარკვიციანის მიმართ არც ერთმა მოწმემ არ თქვა საწინააღმდეგო ვერ თქვა იმიტომ რომ ჩვენო დარწმუნებული ვართ რომ ამ ვაშკაცმა კაცმაო აერიდა ქართველი ვაშკაცების სისხლის ღრას ტყვია არ გაუსვრია მაგრამ ახლა ისე არ შეიძლება ემზარი დაუშვათ ჩასაფრებული არის მთასიკით და ხო არ მოღუნავ ასე ტყვიას და აქეთ ხო არ ესვრია მათ აქეთ არიან არაფრით არ შეიძლება ეს არც ის გიწყობს ხელს თვითონ მდებარეობა და ეხლა რა საფუძველზე 12 წლიანი პატიმრობა ეს ჩვენთვისაც მიუღებელია და ჩვენთვისაც შავლაქად მიმაჩნია მე ჩვენი ყოველ შემთხვევაში წინ არის ქუთაისის სასამართლო ნახოთ რა იქნება რა მოხდება ჩვენ თვითონ კოდორელებს ძალიან დიდი იმედი გქონდა რომ ემზარი ჩამოვა მთავრობა შეიცვალა სამართლიანობა აღსდგება და ემზარი დაბრუნდება და რა თქმა უნდა ემზარი თავიდანვე იცახდა რომ მე ჩამოვალ და მე თვითონ ჩაუბარდები მაგრამ მას იმის იმედი ჰქონდა რომ მას გაამართლებდნენ იმიტომ რომ როგორ შეიძლება პატრიოტი კაცი რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ თავისი პაწაწინა კუთხე დაიცვას ჩამოდის და ასეთ სამშობლოს მოღალატის სტატუსს აძლევ და ამითი ასამართლებ ეს საშინელებაა და ჩვენ ხეობელებს ჰქონდა იმედი რომ ეს მთავრობა სამართლიანობას აღადგენდა და ჰქონდა იმის იმედი კოდორელებს რომ ემზარკვიციანი კიდევ გააერთიანებდა ამ ჩვენს ვაშკაცებს ვინც აქეთ არიან გამოსული ჩვენს ყველანი ქალებიც კი და ბავშვებიც გვერდით დაუდგებოდით და ჩვენ დავიბრუნებდით ისევ კოდორის ხეობას და ისევ დავბრუნდებოდით კოდორის ხეობაში ემზარკვიციანის ასეთი გასამართლებით და 12 წლიანი პატიმრობით ჩვენ საერთოდ ყველაფრის იმედი დავკარგეთ და იმედი მარტო კი არა რწმენაც კი შეგვერყა უკვე ამ მთავრობის მიმართ ამ მთავრობის სამართლიანობის მიმართ როგორც გინდათ ისე გამიგეთ გასაგებია მიუხედავად იმისა რომ რწმენა და იმედი დაკარგეთ მე მაინც გისურვებთ და რწმენისა და იმედის დაბრუნებას და ასევე კოდორის ხეობაში კვლავ დაბრუნებას ისე ცხოვრების გაგრძელებას როგორც ცხოვრობდით კიდევ უკეთესად და იმ ლამაზ მთებში ყოფნას არაფერი ჯობია და მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს მეც ვიყო თქვენთან ერთად კოდორის ხეობაში კიდევ ერთხელ ვნახო ეს ლამაზი ხეობა შევახსენებ ჩვენს მაყურებლებს ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები გახლდათ ქალბატონი ციური მიქიანი სოფელ აჟარიდან დევნილი პედაგოგი სხვათა შორის ემზარკვიციანის პედაგოგი გახლავთ ქალბატონი ციური და ბატონი გურამ ჩარქზელიანი აფხაზეთი და სოხუმიდან დევნილი ძალიან დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ და კიდევ ერთხელ გისურვოთ კოდორში დაბრუნება თქვენს ლამაზ ხეობაში დაბრუნება და ბოლოს თემიდან მცირეოდენი გადახვევა გამომივა, მაგრამ აუცილებლად უნდა ვთქვა. სრულიად საქართველოს კარგად იცის კადრები, დათოვლილ ჭუბერის უღელტეხილზე ფეხით მომავალი დევნილები. ამ კადრებს სისტემატურად იყენებს თითქმის ყველა ტელევიზია, ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში. ავტორებზე კი ან არაფერს ამბობენ, ან საავტორო უფლებებს ითვისებენ. სიკვდილის ეს გზა დევნილებთან ერთად ფეხით ცნობილმა ჟურნალისტმა დიანა ციბაძემ, ინგა გორგიძემ და ოპერატორმა ნოდარ ლეკვეიშვილმა გამოიარეს და გადაიღეს. მათთვის მადლობაც არავის უთქვამს, თუმცა მადლობისთვის არც იხვრწოდნენ. სრულიად საქართველოს გასაგონად მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა. ჭუბერის სიკვდილის გზის თოვლიანი კადრების ავტორები დიანა ციბაძე და ნოდარ ლეკვეიშვილი არიან. იმით მაინც მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი, რომ ამ კადრების ნახვისას ნუ დავივიწყებთ მათ სახელებს. დასრულდა ჩვენი გადაცემა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.